დაგებო, მე ვარ თქვენი სკოლის დირექტორი ირმა წაკაძე. კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა. მიმდინარე 2025-26 სასწავლო წელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში საზეიმო გარემოში დაიწყო. დილიდან როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში ეზოები მოსწავლეებით, მათი მშობლებითა და პედაგოგებით გაივსო. სრულიად საქართველოს გულოცავ 15 სექტემბერს სასწავლო წლის დაწყებას. მინდა განსაკუთრებით პირველ კლასელებს ვუსურვო, სულ წარმატებით გაევლოთ მთელი სასწავლო პროცესი. წელს ჩვენ სკოლაში საკმაოდ ბევრი პირველ კლასელი მივიღეთ. მათი რიცხვი ამ ეტაპზე არის 88. წლევანდელი სასწავლო წელიც დავიწყეთ ტრადიციულად. რეგისტრაცია გაიარა 13-მა პირველმა კლასელმა. წლევანდელი წელი დავიწყეთ მწვანე ლენტებით. ყველა მოსწავლეს დავახვედრეთ მწვანე ლენტი. ეს იყო არის სიმბოლო და კლასის ამრიგებლებმა აუხსნეს ბავშვებს, რომ მწვანე არის სიცოცხლის სიმბოლო, სიახლის სიმბოლო და აუცილებლად ყველა მოსწავლე უნდა ეცადოს იმას, რომ დაიცვას ეკოსისტემა. მინდა ყველას მიულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება და ვუსურვო ყველას უამრავი წარმატება. გილოცავთ 2025-26 სასწავლო წლის დაწყებას. წელს ჩვენი სკოლისთვის განსაკუთრებული წელია, რადგან 30 წლის გახდა ჩვენი სკოლა. ეს არც ბევრი და არც ცოტა, მაგრამ შემიძლია ამაყად და თამამად თქვა, რომ სკოლამ 3 ათეული წლის განმავლობაში ღირსეულად დაიკავა ადგილი როგორც მუნიციპალიტეტის, ისე საქართველოს წამყვან სკოლებს შორის. წელვანდელ წელს 50 პირველი კლასელი მიიღო სკოლამ. ულოცავ თითოეულ მათგანს, ვუსურვებ წარმატებულ, ნაყოფიერ, საინტერესო სასკოლო ცხოვრებას. სკოლის კარი პირველად ასობით პირველ კლასელმა განუმეორებელი სიხარულით და მღელვარებით შეაღო. მათთვის სხვადასხვა საზეიმო აქტივობა გაიმართა. ტრადიციულად საჯარო სკოლის პირველ კლასელებს სახელმწიფოსგან პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ. მასწავლებლებმა კი პირველივე დღიდან ხაზი გაუსვეს ცოდნის და შრომის უნარიანობის მნიშვნელობას. ძალიან დიდი ემოციური დღეა ჩემთვის. მშობლებისთვის ახალი ნაკადი მივიღეთ, უდიდესი პასუხისმგებლობა ჩამაბარეს. მივულოცავ ყველა მშობელს, შევეცდები, რომ ესენი ნამდვილი ადამიანები აღიზარდონ და ბედნიერად გავატაროთ წლები. საჯარო სკოლებთან ერთად სასწავლო პროცესი დაიწყო მუნიციპალიტეტში მოქმედმა კერძო სკოლებმაც. იონე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლაში სწავლის დაწყების ღონისძიებას მეუფე ეფრემის სხვა სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო. მინდა ყველა ბავშვს მიულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება, უსურვო მათ ღვთის წყალობა, სუფთა გული და ნათელი გონება, რომ ისინი აღზრდილიყვენ უპირველეს ყოვლისა დიდი რწმენით, სამშობლოს სიყვარულით, განათლებით, სოდნით, რომ სასიკეთოდ ჩვენი ქვეყნისა, მათი ოჯახებისა და პირადი და მათი ცხოვრებისა ეს სწავლა განათლება უძღოდეთ მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში, მართლაც საოცარი თაობა გვყავს. ნიჭიერებით, სიყვარულით ახსავსე და მე მინდა მათ კიდევ უფრო მეტი ბედნიერება, სიხარული, მშვიდობა მინდა უსურვო უპირველეს ყოვლისა, რომ ესახელებინოთ საკუთარი ოჯახები, საკუთარი ქვეყანა. მთელ საქართველოს ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, მთელ სასკოლო საზოგადოებას ჩვენი ქვეყნისას ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, უსურვებ თავისუფალ, მშვიდობიან სასწავლო გარემოს. წელს ძალიან საინტერესო სასწავლო წელი დაიწყო ჩვენ სკოლაში, არაერთი სიახლით შეხვდა ჩვენი სასწავლებელი, დაფუძნდა არაერთი კლუბი, არაფორმალური განათლება ძლიერდება ჩვენ სკოლაში ფორმალურ განათლებასთან ერთად. წელს სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ცოტა პირველი კლასელი მივიღეთ, ვინაიდან სკოლას ავტორიზაციით დადგენილი აქვს სულ 250 მოსწავლე და ადგილები სრულად შევსებული იყო და ყავს მხოლოდ 13 პირველი კლასელი. ძალიან მინდოდა სწავლა. და
მასწავლებელთან მინდოდა ძალიან. მე მომწონს სკოლაში რომ შევდივარ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს წიგნები და სწავლა ძალიან მომწონს. მე უნდა გამოვიდე ფეხბურთელი, იმიტომ რომ ჩემი ბიძა არის ფეხბურთელი. მე ყველაზე მეტად მიყვარს კითხვა და წერა, იმიტომ რომ კითხვა და წერა სასარგებლოა ტვინისთვის და ხელებისთვის. იმიტომ რომ ჩემს ძალიან არ უყვარს წიგნები და მე ყველაზე ძალიან მიყვარს წიგნები და მაგიტომ მიყვარს სკოლაც. მე მინდა უბრალოდ რომ სკოლაში მესწავლა და სპორტზე მინდოდა. ხო. სკოლაში ვიდა სწავლა და სპორტზე უნდა შევიდე მე. ბოლნისის სკოლებში სწავლა განახლებული სასწავლო პროგრამითა და თანამედროვე მეთოდებით გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებას და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.